აი გამოვიდა ეს ბაზრის ისა ვიდეო მომეწონა რა, მე მგონი თავის იმითი კარგად წაიღებს რა. მეც ძალიან მომეწონა და ლამაზი და რაღაც. როგორც კი შევალთ ახლა ეგრევე დავიწყოთ შორტის გადაღება. აუ უეჭველი, თორე მე აღარ მოვასწრებთ რა. რა ხდება ახლა ამბავია. რა ხდება? შენ დახმარება გინდა. აბა, ისმენთ? შევა თუ ახსნა თუ როგორც არის, მოკლედ, ჩვენ ხო იცით დაფასების ამბავში როგორც ვარ. ხო. ერთი იდეა მოგვივიდა, იქნებ რა იდეა, აბა? პენსიებს ეხება ამ დანაზოგს უფრო მეტად, მოკლედ გიორგაშვილს აქ ერთი ესეთი იდეა და მე კითხები გქონდა, მოკლედ დაგოსმარო რა. აბა გისმენთ, რაო რა. აი, ეხლა ვიქოდით იმაზე, რომ ბევრი პრობლემა დაგივაგდება ფინანსური, ის საპენსიო დანაზოგი, რომ ალბათ ისებინად არის რამე შანსი მაგის. ცოტა რთული ამბავია, ხო. მეც მიფიქრია მაგაზე, რომ ეხლა რომ ავიღოთ, რაღაცებს გავისტუმრებდი, მაგრამ არ ხდება ეგრევე. ვერ გავიგე რა პენსიის გამოტანა და დანაზოგის, ის ხო არ არის ეხლა ორღობე სადღაც, სახელმწიფოა და იქ არის გროვდება და რაღაცა დაერიცხება და საბოლოო ჯამში აიღებ, გავიგე, რომ ცოტა შორია ზოგისთვის. ეხლა ჩემთვის არც ისე შორია უკვე და გახსოვთ კოვიდის დროს რომელიღაცა პარტია ითხოვდა კიდეც რომ რა მოსახლეობასო დაურიგოთო ეს, მაგრამ მაშინაც ძალიან კაცრუ ვარზე იყო და ისედაც საპენსიო ასაკამდე რომ ეს შენი დანაზოგი აიღო, მერცმა დაიფაროს შენი მემკვიდრემ შეიძლება აიღოს თუ გარდაიცვლები, ან თუ გახვა ქვეყნის მოქალაქეობი და ამ შემთხვევაში ხდება რა, ან უნდა შეშემო პირი უნდა გახდეს ადამიანი და ძალიან გამონაკლეს შემთხვევაში ხდება როგორც წესი ამ საპენსიო დანაზოგის წინასწარ გაცემა საპენსიო ასაკამდე. მერეც მთლიანად ერთიანად მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იძლევიან ამ დანაზოგს რა. ანუ როცა უკვე საპენსიო ასაკი გიწევს, მაშინაც ანაწილებენ, ანუ მთლიანად ვერ იღებ რა ამ ფულს რა. პროცესია დაგვიხსენე საერთოდ გავიგეთ, ანუ რატო ამ პენსიას რა. კაი, მეგობრებო, რა დროს ეგ არის შორტი გვაქვს გადასაღები? აი, კაცო, ფული არა გვაქვს. არა, ეხა ეს პენსია ხო არ იცით, მარტივად რა, ანუ 2% გვეჭრება ჩვენი დარიცხული ხელფასი, ანუ ხელზე რასაც ვიღებთ იქიდან კი არა. აი პირობითად რომ 2000 ლარს რო ხელზე იღებ, 2500-ია დარიცხული. ანუ 2500-ის 2%-ს გეჭრება შენ და მიდის ამ საპენსიო ფონდში, სააგენტოში, 2%-ს გიმატებს, ანუ ერთი იმდენს გიმატებს შენი დამსაქმებელი და თუ 24000 ლარამდეა წლიური შემოსავალი, სახელმწიფოს 2%-ს გიმატებს, 24-დან 60000 ლარამდე გიმატებს 1%-ს და თუ 60000 ლარზე მეტი გაქვს დარიცხული ხელფასი მთელი წლის განმავლობაში, ანუ თვეში საშუალოდ 5000 ლარიანი დარიცხული ხელფასი თუ გაქვს, სახელმწიფო არაფერს აღარ გიმატებს რა და ანუ გამოდის რომ მხოლოდ შენ და დამსაქმებლის ამ 2%-ით დგება, თორე ისე არის 2%-ს plus 2% plus 2%-იანი სქემაა და ამით ნელ-ნელა ვაგროვებთ რა, რა ვიცი, ზოგს მეტი აქვს, ზოგს ნაკლები, ეს არის დამოკიდებული იმაზე, ვის რა ანაზღაურება აქვს თავის თავად. რა სარგებელი მოაქვს მაგას საერთოდ, რომ მე ჩემი ხელფასი და რაღაც თანხა მიდის, მე თუ ვერ ავიღებ, თქვა ვერასდროს სანამ საპენსიო ასაკში არ შევა. ხო, ქალების იცი რა 60 წელია ხო, ქალების შემთხვევაში საპენსიო ასაკი, კაცები 65 წლის ასაკში გადიან ჩვენთან. აზრი აქვს ის, რომ ჩვენი მომავლის, ანუ ჩვენი სიბერისთვის ვაგროვებთ, იმიტომ რომ რეალურად დღეს არსებული პენსია რაც არის, თუნდაც ეხლა რაც უნდა გაიზარდოს, ხო? სამწუხაროდ ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ მოთხოვნებს და არავის არ ყურს. ეხლა მარტო ხელა პენსიონერი, რომელსაც არანაირი დანაზოგი არ აქვს, ჩათვალეთ, არის ძალიან გაჭირებული, რომელსაც თვითონ თვემდე არ ყოფნის და რომ არა ეს სქემა და რომ არა სავალდებულობა ამ სქემის, ხო? შეიძლება ითქვას, რომ ჩვენით ასე არავინ არ მოვაგროვებდი. ახლა ვიღაც შეიძლება აგროვებს რა, პირობითად აიღოს სესხი, თქვათ, ვიყიდა უძრავი ქონება, 15 წელი იხადა და მე აქვს ეს უძრავი ქონება, სესხი იხადა და მე აი რაღაც ტკბილი სიბერისთვის მოუწია ამ ბინას აქირავებს, თქვათ, ეს მისი დანაზოგია, ხო, ერთგვარი. შეგვეძლოს პირობითად ჩვენითაც მოგვეგროვებინა, ვიღაცები აგროვებენ შეიძლება, ხო? პენსიისთვის იქნება თუ ტკბილი სიბერისთვის, ვიღაცები აგროვებენ ამ ფულს, მაგრამ ეხა სახელმწიფო სისტემა კიდე სხვა არის, რა თან ჩვენი არის ესეთი არ არის ცუდი მოდელი პრინციპში, როდესაც
სახელმწიფო თვითონაც გიმატებს და ნუ პლუს შენ დამსაქმებელი გიმატებს ფულს რა. და კიდე როგორი მოდელები არსებობს გება? იცი რა არის ცოტა შორის ერთ-ერთ მოდელს ქვია ძალიან ისე ცოტა სასაცილო სახელი ავღანური მოდელია. აი ავღანური იყო ჩვენ რო ქონდა შევანაძიდოს არ გემახსოვრებათ ბევრ თქვენგანს, მაგრამ 7 ლარი და 14 ლარი რო იყო პენსია, რეალურად პენსია იყო რა, ანუ მოხუცებული იმაზე გათვლით ვთქვათ რომ თავის შვილები მიხედავდნენ, აი ამის იმედად იყო, ანუ ავღანური მოდელი ეგრე, როცა პენსია ფაქტობრივად არ არსებობს, მთელი ცხოვრება შენ შვილების მომავალში, განათლებაში დებ ფულს, როცა დაბერდები მოგიარონ შენმა შვილებმა. ახლა რაც გვაქვს, პრინციპში ეგ არის უფრო ესეთი შერეული მოდელია რა, ანუ როგორი მოდელია, იცით, რომ ახალგაზრდები მუშაობთ, ანუ სანამ სამუშაო ასაკში ვართ, როცა დავბერდებით მერე ვთქვათ სხვებმა გადაგვიხადონ ეს პენსია. ანუ ჩვენ მუშაობთ იმისთვის, რომ მოხუცებს პენსია მივცეთ. დღეს რეალურად ეს არის. და პრინციპში ახალი მოდელი რაც არის, ეს არის ყველაზე ესეთი კარგი მოდელი, ანუ დაგროვებითი პენსია, რასაც ქვია, რომ ყველასთან ისეთ ის პენსია ექნება, რასაც დაიმსახურებს. ხო, ახლა დღეს როგორი პენსიაა, ხო? რომ შენ მთელი ცხოვრება მუშაობდი თუ არა, ერთი და იგივე პენსია, ანუ პირობითად ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება მუშაობდა და იხდიდა გადასახადებს, იმასაც იგივე პენსია აქვს და ვინცაც ერთი დღეს კი არ უმუშავია და ერთი თეთრი გადასახადიც არ გადაუხდია, იმასაც იგივე აქვს და ეს მოდელი ჩემი აზრით ცოტა უსამართლოა და ამ დაგროვებითი თქო, ნუ რასაც იმუშავებ და შენი გადასახადი რაც იქნება, რასაც დააგროვებ, ის გექნება პენსია და პლუს საბაზოც დაგემატება. ბარემეცაც კითხო რა. ხო. აი ხა ამ ფულს რას უშუალება ეს სახელმწიფო? ხო, ეს საპენსიო სააგენტო ხო არსებობს, ხო, გაგიგიეთ ალბათ და საპენსიო სააგენტოა, რომელიც მართავს ამ აქტივს, ასე ვთქვათ, რომელიც საკმაოდ დიდია, მილიარდებია უკვე, მილიარდობით ლარი არის შეგროვილი, მას შემდეგ რაც ეს სქემა 2019 წლის 1 იანვრიდან ამუშავდა და საპენსიო სააგენტოს თავის სამეთვალყურეო საბჭო ყავს რაღაცა და ესენი ამას აბანდებენ სხვადასხვა ტიპის აქტივებში. გახსოვთ ერთი პერიოდი ცოტა არეულობაც იყო 2023-ში მე მგონი რომ ჩვენ თვითონ რომ უნდა აგვერჩია რა ტიპის აქტივებში დავაბანდებდით ფულს და ამა ძალიან გაუგებრობა გამოიწვია, იმიტომ რომ ეხლა ბევრმა არ იცის რა მაგალითად მაღალ რისკიანი აქტივი რა არის და დაბალ რისკიანი რა არის და იყო მოდელი რომ მაგალითად შეგეძლო შენი ვთქვათ დანაზოგი დაებანდებინა სახელმწიფოს მაღალ რისკიან აქტივებში. მოკლედ საპენსიო სააგენტო მართავს ამ ფულს, ათავსებს სხვადასხვა ტიპის სამი ტიპის რისკიანობის, ასე ვთქვათ, აქტივებში. 40 წლამდე მოქალაქეების დანაზოგები განთავსებულია მაღალ რისკიანში. ოღონდ ეს ახლა მაღალ რისკიანი ცოტა პირობითია, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რომ ეს არის Apple-ის, Google-ის დიდი საერთაშორისო კორპორაციების აქციები და დიდი ნაწილი ჩვენი ანუ დანაზოგის არის სწორედ ასეთ აქტივებში. რაღაც ნაწილი ასევე უფრო სტაბილურ და ნაკლებად რისკიან აქტივებში, მაგრამ უნდა წარმოვიდგინეთ, რომ რაც უფრო მაღალ რისკიანი აქტივი, მით უფრო მაღალია პროცენტი. ანუ პირობითად ახალგაზრდობის წლებში შეიძლება ამ მაღალ რისკიან აქტივში ბევრს ვაგროვებთ უფრო, ანუ ჩვენი დანაზოგი რო განთავსდება, ბევრი სარგებელი ერიცხება, ბევრი პროცენტი, მაღალი პროცენტი, 40-დან 50 წლამდე არის აი საშუალო რისკიანობის აქტივებშია დაბანდებული და შედარებით დაბალ რისკიანი და ყველაზე სანდო მაინც არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები და სახაზინო ობლიგაციები, და თქვათ ამერიკის ხაზინის ობლიგაციები, ეხავე გიორგის კითხვას დავასრულებ და აი 50 წელს ზემოთ არის ასეთი ტიპის აქტივებში, მაგრამ სხვათა შორის ბევრმა არ იცის, რომ შეუძლია რომ თვითონ შეცვალოს ეს. ანუ საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზეც, მაგრამ იუსტიციის სახლებში შეგვიძლია მივიდეთ და პირობითად ვიღაცა შეიძლება არ უნდა ახალგაზრდა, რავი, ანას აგერ 28 წლის არის და შეიძლება სულ არ უნდა რომ მაღალ რისკიან აქტივებში იყოს მისი ფული. ანუ დანაზოგი მივა და ეთქვით რომ კი იყოს დაბალი პროცენტი, ოღონდ 7-დან ვიყო რომ რა ვიცი, ხა Apple-ი რო გაკვოტრდეს ან Google-ი რა ვქნა მე პირობითად, ხო? და ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია რომ ჩვენითაც შევცვალოთ ეს დანაზოგის რისკიანობა და დაბანდება. რავი, ეს ფული თან მაქვს, თან არა მაქვს, თან არც ისეთი ასაკში ვარ, რომ ხვალდაზე გამოვიტანო, თან არც ისეთი ახალგაზრდა ვიყავი თავის დროზე, რომ უარი მეთქო მაგაზე ჩართვა. კი არა, საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი იმისთვის, რომ უარი მეთქო ჩართვაზე და საერთოდ ეს ფული სახელმწიფოს ხელში რო არის, იქ
აქციებში მიდისო მოკლედ რაღაც სადებატო თემა არის მე მგონი და დებატები ხوار გავაკეთოთ ამაზე. ეხლა ეს ჩემი დანაზოგი კი არის მაღალ რისკიან ხო. აქციებში ჩადებული, მაგრამ ეს მართლა რომ დაიკარგოს ეს თანხა, მე რა ხდება? ხო, ну, რაღაცა რისკი ყოველთვის არსებობს. არის ახლა მსოფლიოში მაგალითები, როდესაც რაღაც სახელმწიფოს გაუჭირდა პირობითად და გამოიტანა ეს საპენსიო დანაზოგები, ხო, ეს მილიარდობით ზოგი შემთხვევაში დოლარი იყო თუ ევრო თუ რა ვიცი. ჩეხური კრონა, ხო? პირობითად და დაუხარჯა რა ხალხს ეს ფული. ნუ ეხლა წარმოიდგინეთ რა მოყვება იმას, რომ ეხლა ყველა ჩვენგანის ეს საპენსიო დანაზოგი, რომელსაც მობაილ ბანკში უყურებთ ხოლმე და სიამოვნებს რომ რაღაცას ვაგროვებთ, ხო და გვიხარია რომ იმატებს ეს თანხა, თან ხო გული გწდება გიორგის არიყოს რომ ძალიან გვინდა რომ გამოვიყენოთ, მაგრამ თან კარგია რომ რაღაცა ტკბილი სიბერისთვის აგროვებ, ხო? და ეხლა წარმოიდგინე ეს რომ დანაზოგი სახელმწიფომ დაგიხარჯოს, ხო? რა თქმა უნდა, ამას ძალიან მძიმე შედეგები მოყვება პროტესტი ალბათ დასაქმებული ადამიანების და იმიტომ რომ ეხლა ჩემი ფული მე რო გამდე ჩემი ფული რო ტკბილი სიბერისთვის ვაგროვე პირობითად და ვმუშაობ შენ არ უნდა დამიხარჯო რა თქმა უნდა თუმცა რა საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა გამორიცხული არაფერი არ არის და შეიძლება რაღაცა მოხდეს ისე რომ პირობითად იმას აქნა რა ნუ ძალიან მე არ ვუშვებ მაგალითად ამას თორემ ისე ყველაფერი ხდება ეხლა რა ვიცი ძალიან რთული. 27 წლის ვარ ეხლა და მე რო პენსიონერი გავხდები და ვთქვათ ყოველთვე მექნება 2000 ლარი პლუს ჩემს პენსიაზე. რა აზრი ექნება ეს ფული ხო დაკარგავს თავის ფასს? ხო, სხვათა შორის ეგ ძალიან კარგი კითხვაა და მეც არ ვიცოდი, სხვათა შორის, აი მაგალითად სახელმწიფო პენსიას რასაც ვეძახით, ეხლა რა პენსიაც არის, ეგ პენსია გარდაცვალების შემდეგ საპენსიო ასაკს როცა მიიღებს, ხო, აი პენსია თუ ერიცხება და გარდაიცვლება, იმთვისაც მისცემენ ოჯახს. აი, მე ერთი წუთით რა, ეს ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ promotion-ი გვაქვს გასაკეთებელი, ეგ როდის დავიგეგმოთ? აი, ორი სიტყვით მითხარი მაშინ რა. აი, რეკლამა უნდა გაუშვათ, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს მე შენი პროექტი. აუცილებლად მეც გეთანხმები საჭიროა, კი ბატონო, რომ მეტი ნახავდა, მაგრამ ჯერ დანაზოგებზე ვლაპარაკობ. რეალურად მე მოვედი მარკეტინგზე სალაპარაკოთ და ვერაფერი ვერ გავიგე. და თან კიდე ძალიან შორეული მომავალია ჩემთვის და არ მაინტერესებს. აი ელენეს უპასუხებ და მე შეიძლება ამ თემაზე გქონდეთ. მოკლედ, თუ ადამიანი გარდაიცვალა, მაგალითად მიაღწია, ვთქვათ, ჯვარისწერი ელენე და 60 წლის ასაკში დაიწყე პენსიის აღება და ნუ მოხდა რა ვიცი ახლა ასაკში ხარ ადამიანი და შეიძლება ვერ მიაღწიო, ხო, 75 და 80 წელს, ხო? ამ შემთხვევაში სახელმწიფო შენს მემკვიდრეს, კანონიერი მემკვიდრე ან მემკვიდრეებს მისცემს შენს თლიან დანაზოგს. ერთიანად არ მართავს ამ დანაზოგს, მე რომ პენსიის ასაკში რო შევალ, ეს დანაზოგი ერთიანად არა, აი ხა გეტყვით მაგაზე არის არა, ხო, არა, მერეც არ გაძლევთ ერთიანად, ხო. შეიძლება გვინდოდეს, რომ აი მე კაცები ხო 65 წლის ასაკში გავდივართ პენსიაზე და რომ დაგროვდება ეს თანხა, ახლა არის სისტემა ასეთი, მარტივად რომ აგიხსნათ. პროგრამული დარიცხვა ქვია, ხო? პირობითად, მაგალითად, ელენე, თქვათ, შენ შემთხვევაში, ხო? თქვათ, მოაგროვე 360,000 ლარი, სანამ გახდი 60 წლის, რაც სავსებით შესაძლებელია, იმიტომ რომ ეს ფული ხო ისე არ არის, ანუ ხო ერიცხება სარგებელი პლუს უგროვდება და შენი ხელფასიც ხო წესით წლებთან ერთად მზარდი უნდა იყოს და იქნება, ხო? კარგ ქვეყანაში. და კარგ ოპტიმისტურ სცენარში, ხო? შესაბამისად, ეს საბოლოო ჯამში თქვა დააგროვდა 360,000 ლარი. საშუალო ხანგრძლივობა სიცოცხლის ჩვენთან არის 75 წელი. ანუ 60-დან 75 წლამდე, ანუ 15 წელზე, 180 თვეზე გაყოფენ ამ თანხას. და 360,000 ლარი რო გავყოთ 180-ზე გამოდის 2,000 ლარი და 2,000 ლარი გექნება შენი დაგროვებითი პენსია და ამას დაემატება საბაზო პენსია, რომელიც იმედია სანამ შენ პენსია მოგიწევს. კაი ხნის მერე იქნება უფრო მეტი ვიდრე დღეს არის დაახლოებით 400-500 ლარი, ხო? და შესაბამისად ისეთი თანხა გამოვა, ეხლა რაღაცა ირჩენ რა თავს ამითი რა. თუ არ მინდა საპენსიო დანაზოგი მქონდეს, არ შეიძლება? არა, სავალდებულოა ჩვენთან თუ როცა დაინერგა ეს სისტემა 2018 წელს ვინც იყო 40 წელს ზემოთ შეეძოთ უარი ეთქვათ და გამოსულიყვნენ ამ სქემიდან. მაგრამ ახლა უკვე თუ 55 წლის არ არის, მე მგონი მხოლოდ მაგ შემთხვევაში არის გამონაკლისი. ისე ჩათვალეთ რომ ყველა დასაქმებულისთვის ვინც აი რაღაცა არ არის თვით დასაქმებულებსაც შეუძლიათ საპენსიო სქემაში ჩართვა, ოღონდ 4% თვითონ დებენ, რახან თვითონ არიან თავის დასაქმებელი და 2% ემატება სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ
მაგრამ როგორც წესი, ყველა აი ესეთი ოფიციალურად ხელშეკრულებით დასაქმებული ვინც არის და საშემოსავლო გადასახადი ეჭრება, იმათ ავტომატურად უნდა ჩაერთონ და ავტომატურად უნდა გადაიხადონ. აი მაკას არ აქვს საპენსიო დანაზოგი და 55 წლისა. ქალებს ასაკს არ ეკითხებიან. თავის დროზე გამოვედი ამ სქემიდან. მაკას როცა მოუწია, ესე იგი, მაკა იყო 40 წელს ზემოთ უკვე, როდესაც ეს სისტემა დაინერგა 7-8 წლის წინ და შესაბამისად არ იყო ვალდებული, რომ ანუ სავალდებულო ჩართვას არ ეხებოდა. მეც ასე ვფიქრობ და ამიტომ ალბათ არ უნდოდა. მე ვიცი სხვათა შორის ისეთი ადამიანები, რომლებიც 40 წელს ზემოთ იყვნენ, მაგრამ მაინც დარჩნენ საპენსიო სქემაში და აგროვებენ და სხვათა შორის როგორც ვიცი არიან უკვე ადამიანები, რომლებიც გავიდნენ პენსიას და რაღაცა თავის დაგროვილ ფულს უკვე იღებენ ამ დაგროვებით პენსიას. არა 2000 პლუს მოუწევს ალბათ ელენეს, იმიტომ რომ ელენე ახალგაზრდაა, პატარაა და შორს არის მისი სიბერე და 60 წელი და ვიღაცა რო ეხა 7 წლის წინ ჩაერთო სქემაში თუ 8 წლის წინ ეხა გააჩნია რა ხელფასი ქონდა, მაგრამ ბევრს ალბათ ვერ დააგროვებდა. სხვათა შორის თუ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაძლევს სახელმწიფო ერთიანად საპენსიო ასაკს პენსიაზე რო გახვალ, თუ ძალიან მცირეა ეს დანაზოგი რა. მაგრამ რა ხარ არის. ხო, მაგრამ ეს უკვე მე პენსია აღარ გამოდის, ხო? ეს უკვე აღარ აწყობს მე სახელმწიფოს. არა, სხვათა შორის ნელ-ნელა რო გაძლევს, რა ფულიც დაგროვილია, იმას კიდე ერიცხება პროცენტი. ანუ ჩათვალე რომ კიდე გროვდება, რაღაცა ემატება, რაღაც თანხა ამ შენს დანაზოგს რა და ეხა ერთიანად აღებას რაც შეეხება, ხო შეიძლება ცოტა უსამართლოს იყოს, რომ შეიძლება ეხა პირობითად გავიდე მე 65 წლის ასაკში პენსიაზე, რაღაცა თანხა დავაგროვე და ანუ ღმერთმა დამიფაროზე თუ ადრე, ხო, 70 წლის ასაკში თუ გარდავიცვალე, ხო, როცა 75 წლამდე პენსია უნდა ამეღო, ხო? მეც კი ვერ ვიყენებ ამ ჩემ დაგროვილ ფულს და ნუ შვილებს უტოვებ, ეხა ეგეც საქმეა რომ მენკვიდრეს უტოვებ, მაგრამ ცოტა ისეთია რა, ცოტა კრინჯულია, როგორც სალმე იტყოდა. რაში? ელენეს ქონდა ძალიან ისეთი სწორი კითხვა რა, იმიტომ რომ კი ვაგროვებთ ამ ფულს, მაგრამ ხო ძალას კარგავს ეხა 15 წლის წინ 100 ლარი რასაც ყიდულობდა, იმის ნახევარსაც ვეღარ ყიდულობს, ხო დღეს. ზოგადად ეკონომიკაში არსებობს რაღაცა ფულის განახევრების თემა. ანუ ფული ძალას კარგავს დაახლოებით 15-20 წელში. ანუ ნახევრდება მისი მსყიდველ უნარიანობას. შესაბამისად, ელენე არის ხა დღეს 27 წლის, ესე იგი 33 წლის მერე უწევს პენსიაზე გასვლა. შესაბამისად, ის 2000 თუ 2500 ლარიანი დანაზოგი რაც ექნება, რა თქმა უნდა, დღეს რასაც 2500 ლარი ყიდულობს, იმას ვერ იყიდის და იყიდის გაცილებით ნაკლებს. ეს თავისთავად ასეა. ინვესტიციაში ჩადებულია, სალომე, ჩადებული. ანუ ჩვენ არ ვდებთ იცი რა არის ჩვენთან რო კერძო ფონდები არსებობდეს ეხა კერძო ფონდები რო არსებობდეს ვიღაცა ჩადებდა ხო სიტყვაზე მაგრამ სავალდებულო როცა არის უკვე გიწევს კონტროლი დავკარგე მე მაქვს ერთი კითხვა წეგან ლაპარაკობდი ინვესტიციებზე ხო მე მახსოვს რომ 1 წლის წინ თუ რაღაც 2 წლის წინ რაღაცა უდიდესი ტალღა ატყდა მეც წავედი ინვესტიციის სახლში და გადავიტანე დაბალ რისკიან ინვესტიციებში თუ რაღაცაში გავაკეთე თუ არა სისულელე და მეორე საერთოდ რამე მოლოდინი უნდა მქონდეს იმისი, რომ რავი რომ დამატებებინა მაღალ რისკიანში მოგება სხვა მეტი გერიცხება ეგეთ დროს. ხო და მოკლედ იყო თუ არა სისულელე და როგორ უნდა მოგწოვლიყავი თუ ეგ იყო სისულელე. უბრალოდ PTSD მჭირს, იმიტომ რომ ამ გადაცემის პროდიუსერი ვიყავი ადრე, წავედი სამსხურიდან, მოვედი უბრალოდ დაბადების დღეზე, აღმოჩნდა გადაღებაზე, ისევ ხელფასზე წუწუნებენ, ისევ ამ გადაღებაზე აღმოჩნდა, რომელიც არის რიცხვების გარეშე ახალი ეპიზოდის გადაღება და всё, ეგ არის ჩემი დასკვნა. იცი რა არის ხო სხვათა შორის ეხა ბანკებსაც ხო აქვთ ეს რაღაცა ისინი ფასიანი ქაღალდები და აქციები და რა ვიცი ხალხი ყიდულობს იმ აქციებს რომლებშიც დაბანდებულია რეალურად ჩვენი საპენსიო დანაზოგები ანუ საკუთარი რისკის ფასად ხო ხტებით ან ვიღაც ძირითადად ხო რომელი დიდი კომპანიების აქციებს ყიდულობენ ხო როგორც წესი და აი ეს მაღალ რისკიანი რაც არის ხო შეგიძლია რომ გადაიტანო კი ბატონო როგორც შენ მოიქეცი ანუ შენი ნებითად შეგიძლია შეცვალო მაგრამ ჩემი აზრით მაღალ რისკიანის ცოტა პირობითი ცნება, იმიტომ რომ ხა რა ვიცი, აი რა უნდა დაემართოს Apple-ს, Google-ს ისეთი რომ 20-30 წლის მერე მათი დანაზოგი მნიშვნელოვნად, ანუ რაღაცა ჩვენი ჩადებული ინვესტიცია, რასაც თქვა საპენსიო ფონდის გავლით ვაკეთებთ, რომ ეს ფული დაიკარგოს. მე არ მგონია რომ რაღაცა ის იყოს რა. ჩემი შემდეგი კითხვა არის ეგეთი, რომ ანუ რამე რეალური მტკიცებულება არსებობს იმის, რომ მართლა Apple-ში აბანდებენ მაგას და როგორ დავრწმუნდე რომ ხდება ეგ რეალურად რა. ხო, რა თქმა უნდა, კანონმდებლობით არის ყველაფერი გაწერილი, ეხა
ზოგადად ყველაფერი, რასაც საპენსიო აგენტო რა თქმა უნდა კანონით არის დაფუძნებული, მისი წევრებიც რაღაც კონკურსის წესით შეერჩენ, სხვათა შორის სამეთვალყურეო საბჭოში არიან უცხოელი წევრებიც და ყველაფერი რა დაბანდებაც ხდება კანონის სრული დაცვით და ეს არ არის ისე რომ რაღაცა ვისაც სად უნდა იქ აბანდებს ჩვენ ფულს, ანუ სერიოზული ხალხი მუშაობს იმაზე, რომლებიც საკმაოდ მაღალ ანაზღაურებასაც ვუხდით ამაში, ჩვენ გადასახადის გადამხდელები, რომ ეს ჩვენი დანაზოგები და ჩვენი ფული სწორად დააბანდონ და ისე რომ მართლა ეხა რაღაცა იმაში არ ჩადონ რა, რაღაცა რისკიან აქტივებში, რომ დავკარგოთ ეს ფული. თავისთავად ეს სახელმწიფოს ინტერესიც არ არის რა, რომ დაიკარგოს ეს ფული რა. აი, ხალხო შორტი გვაქვს გადასაღები რა, წავედი. აუ, ერთებს ვიკითხავ საბოლოოდ, აი, მანსია ეხა ხო ბევრი არ არის რეალურად. ჩვენი, ხო? ხო, ანუ ვისაც ეს არ მოუწია თქვა დაგროვით პენსია, როდის დაინერგა, ხო? ანუ მანამდე ეხა ვინც იღებს პენსიას, არ იღებს ბევრს რა. ხო. სახელმწიფოს პრიორიტეტებში ხო უნდა იყოს, რომ პენსიონერს მეტი ქონდეს პენსია. რა თქმა უნდა. ხო, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ალბათ რა მემკვიდრეობა გვაქვს, ხო, საიდან მოვდივართ? ჩვენ მოვდივართ 7 და 14 ლარიანი პენსიით. ეხლა 2003 წელს, როცა მოხდა ვარდების რევოლუცია, პენსია იყო 14 ლარი. იმის მერე გაიზარდა მოგეხსენება და 2012 წლისთვის 100 ლარსაც აცდა და დღეს ახლა ახალი 2026 წლის 1 იანვრიდან 70 წელს გადაცილებული პირების პენსია იქნება 495 ლარი და 370 ლარი იქნება 70 წლამდე პირების პენსია. მე მაინც არ მესმის რატომ უზრდიან პოლიტიკოსებს და პარლამენტში მსხდომ ადამიანებს ამ ხელათი ხელფასებს და პენსიას მხოლოდ 20 ლარით რატომ უზრდიან. ეგ ერთი და მე მეორეც ანუ დავიღალე წავედით ახლა გადასაღები გვაქვს ხო ეს შორტი. თუ მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობ კიდე 20% გემატება, ანუ ესეც პლუსია. მაგრამ თქვი და რა თქმა უნდა რომ არ არის საკმარისი და სახელმწიფო ამაზე უნდა ზრუნავდეს, უნდა იყოს პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის ჩემი აზრითაც პენსიების ზრდა, მაგრამ ჩვენ არ ვარ დიდარი სახელმწიფო, რომელსაც აქვს იმის საშუალება, რომ ერთბაშად 700-800 პენსიონერია წარმოიდგინეთ ახლა. მათთვის თუნდაც ეს 20 ლარიანი ზრდა, საკმაოდ დიდი ხარჯია სახელმწიფოს მხრიდან. უკვე რამდენად არის სახელმწიფოს პრიორიტეტებში, აი აქედან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ, ხო ჩვენ რომ და რამდენად შეუძლია. სანამ უფრო სწრაფად არ გავიზრდებით ეკონომიკურად და უფრო მეტი გადასახადის გადამხდელი არ გვეყოლება და მაღალი გადასახადის გადამხდელი, ხო? მაღალუნარიანი უფრო სწორად და ბევრი, ხო? მანამდე რა თქმა უნდა სახელმწიფოს ექნება ძალიან მწირი შესაძლებლობა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სამწუხარო ჯერ კიდევ ღარიბი სახელმწიფო, სადაც ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველია, ბევრი პენსიონერია, ცოტა დასაქმებულია, ანუ გადასახადის გადამხდელი ამ ქვეყანაში საბოლოო ჯამში არის ძალიან მილიონამდე ადამიანია, რომელიც კერძო უწყებებში მუშაობს, წარმოიდგინეთ. ნაწილი დასაქმებულები სახელმწიფო უწყებებში მუშაობს, რომელსაც შეიძლება ითქვას ჩვენ ვუხდით, ხო, ხელფასთან. წარმოიდგინეთ, რომ ეს მილიონი ადამიანი საბოლოო ჯამში ვინახავთ პოლიციას, ჯარს, მათ შორის პენსიონერებს და სოციალურად დაუცველებს და ამიტომაც რა ღარიბი სახელმწიფო. კარგი ხალხო ახლა წავედი. მაინც თუ ამოვწურეთ ყველა კითხვაზე იყო. აი ერთხელ გეტყვი რა. პრინციპში რა ყველაფერი გავიგე რაც მითხარი, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის რომ ეხლა გჭირდება ეგ ფული ვხედავთ, მაგრამ ხელშესახები არ არის რა. ხო, ნუ ეს სამწუხაროა რომ ამ ფულს ვერ ავიღებთ, ნუ განზრდა განსაკუთრებული შემთხვევებში და ერთ-ერთი არის რომ მოქალაქეობაზე თუ უარ სიტყვი და სხვა ქვეყანაში გადადიხარ მუდმივად საცხოვრებლად, შეგიძლია რომ შენი საპენსიო დანაზოგი აიღო და ნუ გარდაცვალების შემთხვევაში არც განვიხილავს რა თქმა უნდა ჯვარი გწერია ჯერ. პენსიები მაგრამ პენსიებზე ვსაუბრობთ. რასიზმ. კაი, всё, მორჩით ხო წავედით მაშინ რა და კაკას პენსიებზე გავაკეთოთ. მოკლე ვიდეო გადავიღოთ სამ. კაი, ხო, კარგი. მოვჩი, ყველაფერი ეს იყო ჩვენი ასე მხიარულად და კარგად ჩაწერილი მე-7 ეპიზოდი პენსიების შესახებ. ვიყურეთ და გამოყვებით YouTube-ზე, სხვა სოციალურ პლატფორმებზე და გახსოვდეთ რომ ჩვენი მხარდამჭერია TBC. მომავალ შეხვედრამდე.